მშვიდობის მოკლედ ეს ტაფა, რომელიც ძალიან გათეთრებული მქონდა, ისევ ნელ-ნელა დაიწყო გამუქება. ამას მე მივხედავ, ისევ გამოვათეთრებ კარტოფილს წყალ, აი ესე კუბიკებად, კამასთან ერთად უნდა გავაკეთო. ხო, ის ნისიები ამოვიტანე, ორი პური ვიყიდე, მოკლედ ქვილი, ეხლა გაჩვენებთ აქ პარკში მოვაკია რაღაცები, რაც ნისიაზე ავიღე. რა თქმა უნდა, ეხლა რომ მქონდეს თანხა, უფრო იაფიც დამიждდება ყველაფერი და აქციებითაც ვისარგებლებდი, მაგრამ რას ვიზამ ესე. მოკლედ, ორი პური ყველა ვარიანტში დღე ნახევარი ყოფნის ხოლმე რა, ეხლა მე თითქმის არა ვარ სახლში და რომ მოვდივარ, მე მგონი ნახევარ პურს გივჩვევ ხოლმე, ისე ვარ დამშეული. და ახლა შევალაგებ ამას. ეს მარაგი გავაკეთე. აი, ამდენია დარჩენილი. აი, წინა ჯერიდან. როგორც იქნა ამოვიტანე ღვიძლი. კარგახანი არ მიყიდია. ღვიძლი ამას ჩავდეთ ახლა გასაღობად და რომ მოვალ სახლში რაღაცას გავაკეთებ. თუ სოსო მოახერხებს დამოუკიდებლად ამისგან რამე დაამზადოს, ხო კაი. ვერ და ჭურჭელი გამოსარესხი მაქვს 1-2 წუთებშია და რაცა ქანავს უშნოდ აქ და ვერ ჩავდგიებ. ჯობია. всё. ცოტა წყალს მოვუშვებ და დინოს წყალმა. მოკლედ კეჩუპი ამოვიტანე. ეს რა ქვია მას? ეს კედინისთვის გასახერხად. ეს რამე ჩემთვის რაღაცა ახალი ჩერია. რა არის მეგობრებო ჩვენ მარკეტში, აი ესეთ ყავაში ადრე მისცემდი ადამიანისა მაქსიმუმ 5 ლარი. 8 და 50, აი ეს ყავა. და ვიზოგავ ხოლმე როგორც განს. ასე. ახლა სუნელებიც ქონიათ, მე არასოდეს აქ სუნელები არ მიყიდია და არ ვიცოდი რა სუნელებს ქონდა თუ არა. აბა ეხლა გადით აქედან, ეხლა არ ვიცი საიდან გძნობენ ესენი. გაყინული იმას გვიძილს სუნი ავსით, როგორ ხდებია. აბა წადით ეხლა ამათ შევაშილეთ ეხლა ჯოხების ეშინია. ხარჩო სუნელი შეპესე ჩილიკო რაღაცა ესეთი შეპესეა. ფიქრობ კარგი უნდა იყოს, რა ვნახოთ აბა. ესეთი ჩილიკო კი არა ეს არის ხარჩო სუნელი და ხმელი ქინძი. ნუ რაც ხშირად ჭირდება ხოლმე. ორეგანოც მინდა და მაგრამ ვერ იპოვა. ალბათ მე რომ მოვუტანენ მაგასაც ვიყიდე და ძვირიც არ ყავს ესენი. ლარი 60, აი ესეთ ფასები აქვს რა. ანუ აი მაგალითად ახლა სხვა კომპანიის იმას ყიდულობ და 2 და 3 და მეტიც როდის იმასთან შედარებით ნაკლები. ნახოთ აბა ახლა. ზოგი. კაია. აი იცით როგორ სუნავს, და აი ჩიქებით რო ყიდიან. აი ეგ არის ზუსტად ამ ძაფრისული კაი სუნი, აბა ფინჯი ვნახოთ. ეს მოსარევი მაქვს არ დამეწროს ახლა. ხო, ქინძი მაინტერესებს ახლა ძალიან.
რა კაი სუნია. არ ვაჭარბეთ მეგობრებო, მართლა ეხლა სხვა სუნელები გან არ მიყიდია, გან არ ვიცი და ორეგანო მაინტერესებს, იმიტომ რომ ორეგანო ყველას კარგი არ აქვს. გახსოვთ ადრე რომ ვიყიდე, რაღაცა დიდი შეფუთვა იყო. არ იყო ისა ანუ ქართული წარმოება არ იყო, რაღაც იყო და ცოტა გადამჭა მაგის. ნუ აი ეხლაც ისეთი და ისეთი რბილია. ზოგიერთი არის ხიჭვებივით, არ ვიცი მე ზანაირად აკეთებენ. როგორ თქვენ რა სორტი, ხო აი ხარისხი. მოკლედ სუნელები მაქვს, ახლა მინდა რომ ეს თინდი რაღაც არ იყურება კარგად და მინდა რაღაცაში ჩავყარო, რომ არ ამოხრეს ის სუნელი. ვაძებ ცარიელ ფილას. აკა მქონდა, მგელი ხელში შეუშლის. ეხლა ბეზარება ამისი გარე სხვა გამოშრობა და რაღაცა პიტაკი ჩაუშვებ. რაღაცა ესა მარცვლები ხო იფრება და ფერიც ისეთი კარგი აქვს. ზოგი ისეთი მუქია ხოლმე. ეს კიდე აი ფერია. ეს ჩასუ არა. როგორც ისა რაღაცა ჩვევაში უნდა ჩავიდე თითო-თითო ის წამოვაყოლო ხოლმე რა. ორ დღეში ერთხელ მაინც და დავყარო. ვადები აქვს ესეთი, აი ხო კინც მაგალითად 2027 წლის მე-4 თვემდე აქვს ვადა. აი ეს ხარჩოს სუნელი, ეს 26 წლის მე-12 თვემდე, ანუ 1 წელი. ისე ზოგადად როგორც ვიცი, ნებისმიერ მცენარეს წელიწადი და რაღაცა რა, ერთი ორი თვე შეიძლება კიდე, მაგრამ მე უკვე თავის იმას კარგავს რა, ფუნქცია რაც აქვს. ხო, და ეს ფილი ვკითხეთ, როგორი ფილი ვიყიდე, ეს ამას დავდებ სიძოთორე. მოკლედ რაღაცა ის ჭირდება, რაღაც ისეთ თარო, შკაფი, კარადა. ზემოთ რა ესე შევაწყო ესეთი რაღაცეები რა, გორგულეული და რაღაცეები. ახლა ამას გავხსნი და ნახავრანაირია ყავა. და ბარემ გავიკეთებ კიდევაც, რომელიც საათია ძალიან არ გამიწყდეს მე ეს ლაპარაკი და დრო არ გამომეპარო. არა ჩემი მომწონს სხვათა შორის, უბრალოდ ახლა ვერ ვიცვლი და იქით ვერ მივდივარ ბარონში თორე დააფქვევინე და მოიტანე და ბლომათაც გამოდის. ამ ფაში ახლა იმდენ ყავას მოვიტანდი. აი, ბლომა. ის დამიმთავრდა უკვე ბათუმის ყავა. მე რა ქვია სუმბათას ყავა. აი, ცოტა გადაწყვეტა. გადავიდეთ კარგ სამას. მე პარეს ადამიანს დასაყრელი ყავა. მოკლედ რა გუშინ ვუყურებდი სანამ სამსახურში წავედი მას სტრასბურგში სახალხო ის დაიწყო უკვე გახსნის ეგრეთ წოდებული იარმარკას რო ეძახიან სახალხო ბაზრობა რა და აი მე ეს ვიღაცა ვინც იღებდა ეს აი როგორც ადამიანი ხო დადიხარ და ყველაფერს დეტალებში ვათვალიერებ აი ეს ყველაფერი ისე კარგად ხონდა გადაღებული გეფცებით მეგონა იქ ვიყავი რა გადაღებასაც ხო აქვს ისა
მე ისე არ გამომდის ხოლმე ესეთი გადაღება. არ ვიცი, რაღაცა ეს ნიჭი შეიძლება ადამიანს ხოლმე განადის არა. ნუ მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, რომ არ გამომდის. ახლა მე ყავისთვის ჭიქას ეწოდა, არ გამივიცხია თუ ვიჩენი ყავის ჭიქა. აი ეს არის მოხვალ დავლელი და ვერი მაშვები, ვერი სრიბები რაღაცეებისთვის. ეს ჩემი ვარდისფერი ჭიქა. უკვე მე რამდენი ყავის ჭიქას ვიცვლი. ადრე თეთრი მქონდა ესეთი, ოღონდ ცოტა გიქვნა ის. აი ის იყო ვანდას ნაყიდი იყო და მომყვა იმ ძველი სახლიდან და ხო კიდე კვერცხი ამოვიტანე, დავამატებ 5 კვერცხი. ხო და შევაწოდე ხომაციურს. აი ახლა დაეტევა. რატომ მეგონა რომ უკვე გახარჯასოსო? ეს შევიწვავდი. ხანდახან ყოფილა ისეც რომ მთელი დღე მშიერი ყოფილა რა დამვიწყები აი გავერთობის საქმეში გავაკეთებ სადღაც ყველაფერი ლუკმას არ ჩავიდებ და წყლის ძალებაც წავალ მე სამსახურში ვიმუშავებ და მე მოვდი რაღაცა ვერ ვარ ხოლმე კარგად და მე ვხვდები რომ თურმე უჭმელიც ვარ წყალიც არ მაქვს დალეული მოდი აი ესეთი რეჟიმი არ ვარ რა თქმა უნდა მაგრამ ეს ხდება ამასაც მოცულში ესეც ასე ყავის კოვზი მიყვარს ეს კოვზი არის ბავშვობიდან მიყვება ჩემს თითქმის ბავშვობიდან ისე ვატყობ შეხედს დავიწყებოდა ისე რატო იძახიან რომ შაქარი არ ვარ და შაქარი არ ვარ და არ ვიცი მეგობრებო მე პირადად ვიცი ის რომ შაქარი ნუ როგორც ასეთი რა ანუ გლუკოზა არის ტვინისთვის პირველი ისა სასარგებლოა ნუ ზომიერად თქო ყველაფერი ზომიერად უზომო არაფერი არ ვარ და არც კარგი და არც ცუდი თავისთავად ხო ეს ხარჯასუნელი საინტერესოა ამას ახლა Reforme. Χωρίς προτζέντεροδες ეჭრაში რომ ისიც ქილაში გადავიტანო მოსაწესრიგებელი მაქვს ეს პატარა ქილუშკები ხო ესენი დალბესჯერ და ამასობაში ამ კარტოფილს ახლა შევწავ მე არ ვიცი გვიძულს ჯამში დავუტოვებ სოხს და იქნებ თვითონ შეწვას არ ვიცი რა მოკლედ ჯერ მაქვს დრო შეიძლება მოვასწრო კიდევაც და გავუკეთო ბარემ აი ესე ვტოვებ ხოლმე სადილს თვითონ ახლა კვერცხით შეუძლია შეიწვას ეს კარაქიც ხო აქვს ანუ კარაქი ცოტა ყველი ხო მაქვს ყველი რომ ამომაქვს ხოლმე არ ვიცი როგორ მოახერხა დაუშვი პატარა პარკში იყო და მეთქი დაჟე უკეთესიც არის თქო ანუ ბუტერბროდს გაიგეთებ მოაყრით ხო რა ისე უცხოეთშიც აქ არ ვიცი არ მინახია გახეხილი ყველები ხო იყიდება ჩვეულებრივად ჩვენთან რატომღაც არ არის ეს კულტურა რა მთლიან ყველს ყიდიან გახეხილი კარგია რა უცბად მოაყარე რაღაცას იქ მაკარონია რაღაც რო არ იწვალო რა ეხლა ეს მაინტერესებს შეიწვა თუ არა
გეკიცებით რა დამღალა ყოველ დღე იმაზე ფიქრმა დღეს რა გავაკეთო, ხვალ რა გავაკეთო. ნახეთ კამა რაში ჩავდე ეს შესაკრავი ისინი როა შიგნით მოათასე და ისე შევდე მასივაში ერთ ტოტს ამოვაცრე ბები ხო არ არის ნახეთ გორი ქორფა არის იყოს მშრალად ხამძირს მოვაცლი და კარტოფილს მოვაყრე და იქნება როგორც თვითონ ახალი კარტოფილი ესე იგი მაკამ რომ აჩუქა ის ნუ რო ვთქვი რა ეს სამზარეულოს რაღაცები მითებით რაღაცები ისე მომეწონა ეს პატარა დაფა საჭრელი რომ სულ დამავიწყდა რა თქმა უნდა იმას აღარ ხმა რომ ისეთი პრაქტიკულია ეხლა როცა ბევრ რაღაცას აკეთებ ალბათ ვერა მაგრამ მე და სოსო მეტი არ ვქნა ეს პაწაწუნა ისე კარგად ჭრიზე ყველაფერს რა ვიცი დიალოგი ჩვენთვის ამ ეტაპზე რა ეხლა მეც არ ვაკეთებ და დიდ სუფრებს და იმას კამას მექსიკურიც მაქვს მაღაზიაში ის სუნელები ანუ პრინციპში რასუნელებიც არის რა ხო ჩვენ ახლა რო ვთქვა გიჟდებით თქო და გადავირებთ თქო ამაზე არა მაგრამ კაია უნდა იყოს სახში ეს მექსიკურიც ეს პაპრიკაც რა ვიცი მოკლედ სუნელები უნდა იყოს სახში ისიც ასე ხო გადმოხდა უკვე ამ კარტოფილს ამასობაში გამოვიდა ჩემ ყავას ისე ციტაკა მჭირდება ციტაკის ყიდვა არომატები რო გავუჯდეს რაიმე ეს თითი რო გავიგლიჯე ხა არა მეწვას მარილში პირდაპირ ჩავყავი ზუსტად ეს თითი ჭრილობაზე მარილის დაყრა ეგ რა მაკლია სული ბედნიერებისთვის კარტოფილი ზეთ არის არც თუ გამოჩნდება ესე გამოიყურება კამით კარტოფილი კამით თუმცა არ იცოდეთ ახლა კამიანი კარტოფილი გამოიყურება ხო ისე რატომღაცა ეს ჩიფსები რო იყიდება ხო არის ეს ჩიფსი თვითონ კარტოფილი კამა მწვანე ხახვი და არაჟანი ისე ვიფიქრე არაჟანი და მოვხდები მაგრამ ძალიან ზედმეტებში გადავიჭრებოდი ახლა თანხებში იმიტომ რომ რაც დაგროვდა უკვე ბლომად მაქვს გადასახდელი ბლომად ახლა ჩემთვის თორე ისე რომ დაფიქრდეს ადამიანი ხო
ახლა სხვა ნორმალურმა ადამიანმა რო შეხედოს, ხო იციან ახლა ყველა ფასები და რაღაცა, იტყვიან რა არის, შიფშილობთო? ასე რომ ესეა ესე. სოსოს წინავს ახლა გავაღვიძებ. არ ვიცი რა ჯერ ვერ ვბედავ რომ სკოლაში გავუშვა რაღაცა ასე მგონია კიდევ შემოუბრუნებენ არ ვიცი რა ეს ხო არ არის კულტურა ის რომ ბოლომდე გამოაჯამთელონ ბავშვები და სკოლაში გავუშვან რა ვქნა არ ვიცი რა ეტა რაღაცნაირი სხვანაირი რაღაცა არსებობდეს რომ ბავშვი მშვიდად არ ვიცი ჩემ დროს ესე ხშირად ცივდებოდით ესე ვიყავით არ მახსენდება ყველაფერი იცვლება როგორც ცოტა უკეთესობისკენ ასევე უარესობისკენ ხო და ეს ავაც მზად არის ჩანს და ვნახოთ გემოზე როგორი იქნება ფაქტიურად ეს ექსკურსია ძმრად ამოგვივიდა ყელში რა მართლა რა იყო ეს არანაირი ორგანიზება არანაირი ისა არ ვიცი ხალისი დავკარგე პირველად ვიყავით სხვათა შორის ანუ სოსოს კლასთან ერთად ასე შორს ექსკურსიაზე და არ მეგონა თუ ესე იქნებოდა ყველა თავისთვის იყო თავისთვის ესე უხეშად რომ ვთქვათ რა ყველა თავისთვის უბერავდა ჩვენთვის ისინი ბავშვები სად დადიოდნენ რომ დაკარგული ყო ვინ ყოლდა მოკლედ რა არავინ არ ატარებდა მას აღვიცხოთ როგორ ხია აღწერა მე ცოტა სპარტივი ვარ რაღაცა წესები მიყვარს ესეთ რაღაცეებში ბავშვები ერთად უნდა შეეკრიბო უნდა ერთად შეიყვანო მოწესრიგებულად უნდა ელაპარაკო აუხსნა დაათვალიერებინო რაღაცა ну ბავშვები მოზარდები რა მნიშვნელობაა პატარები დიდები მე ასე გავიზარდე და ესე ვარ შეჩეული და ისე ყურადღებით უსმენდი ხოლმე მახსოვს აი გაფაციცებით რა სყვებოდნენ ისტორიიდან როგორ იყო რა იყო მაშინ და ეხლა ოღონდ ველურებით რა ბუნებაში გავუვარდეთ და რაღაცა ჭამასმა და ისა მეტი არაფერი მოკლედ ეს ახლა ვისე უყურებ ასე რაღაცის არ ამგონია გავუეს მე ვუთხარი მაღაზიაში იმას გავრიდოს ხეთი აი ხელფასს ვავიღებ მე ხორცსაც ავიღებ დაძვირდაო ხორის ხორციო 13-ო თუ 15 ლარი გახსაო და ხორის ხორცი დიზარქისა და არ ვიცი მეგობრებო რაღაცა პერიოდები მე რაღაცა ისმარ აი მაგალითად არის პერიოდი რომ ვაშლი მინდება რა პერიოდი საერთოდ ვერ გავეკარები ვაშლს არის ჩეს ხო იმენს ნახევარი ასოსოც დავაღვიძებ ახლა შემოყავა გავსინჯო ერთი როგორია რაღაცა ახალი შეფუთო უნდა და რა ვიცი გადასარევია თუ ვერ ვიტყვი მაგრამ აი ესეთი შეფუთვა არ ვიცი
ეს ჩერი გოლდიო შავი შეფუთვა მე ვთქვა ხა ჯებულება და ფონებული თქვა რა არის იცით ბავშვობაში ახლა ყავას რო დალებდნენ ხოლმე სოფელში მამი და დედა ჩემი მოადუღებდნენ ხოლმე ეს სპილენძის ჯეზვები რო იყო ხის ტარით მოკლედ თავის საფქვავი ყველაფერი რიტუალი იყო და ის რომ ახსოვს აი რატომ ახსოვს ახლა ბავშვები ვინ მომცემდა ყავას დედა ჩემი მამი და შვილი ჩვენ გავრეცხავთ ჭიქებს ჩვენ გავრეცხავთ წავიღებდით ხოლმე წყაროზე და იქვე ეზოში იყო ესეთი ოთხკუთხედი როგორ ვთქვათ ფერადი კენჭებისგან გაკეთებული რა ესეთი შეწეული იყო შიგ წყაროში შედიოდა რა და მაგაზე ვდგებოდით და ჭურჭელს ვეცხავდით ქვაბებს რაღაცა მურაბებს რო აკეთებდნენ ჩვენები ეს ჯერ ამოვტლოკავდით ხოლმე რაც დარჩებოდა იმას და მერე ვეცხავდით ასე იყო ეს ყავის ჭიქებიც წავიღებდით და ამოუსვევდით ხოლმე თიც და ეს ნალექი ხომ ახსოვს ის წმინდა დაფქული ისეთი გემრიელი და მოკლედ ასე სხვა იყო რა მაშინ ალბათ სორტიც სხვა იყო იმიტომ რომ უნალექო ყავა მახსოვს ჩემი მეზობელი რომ მიკეთებდა ცოტა ღიაფერს მიკეთებდა ანუ მუქს სხვა დამალევინებდა ბავშვს ესე იგი ნუ ამიგო რა ერქვა მაკყავას არ მახსოვს რაღაცა თუნუქის ქილები იყო ეს ბუთქონა დაბალი და ესე იგი დუღარეს დაასხავდა თუ არა სუვნელი რეალეთ და აი ვერ აგიხწერთ რა აი ვერ აგიხწერთ მართლა ეგეთი ყავის სუნი მე კარგახანია არ გამიგია უძვირფასესი ყავები ისიც ესეც რა ის სხვა იყო თითქოს გეგონება მართლა ციფრულ კოპიაში ვცხოვრობთ რა რაღაცა ისეთი არ არის რა კარგით მეგობრებო ახლა მე მივხედავ ჩემთან რა ვიცი და თავის დაბანას მგონი ვერ მოვაწევ არც ღირს იმიტომ რომ ახლა მე რომ დავიბანო და კი გაშრობით ვიშრობ ახლა ფენით მაგრამ საერთოდ მის ღერი ბოლომდე აშრება ესეა რაღაცა დრო ჭირდება და კიდე არ გავიციოთ აღიარესად და ესე წავალ გავიქცევი სამსახურში და ხვალ ვისვენებ ხო იმიტომ რომ ესე ვნახე მაშინ ახალცხრილში კარგი ხება გაკვიცეთ დროებით